მოგესალმებით თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და წამალი ბავშვებს. ღმერთო საერთოდ რაზე გვიწევს საუბარი და როგორი სიტყვებით გვიწევს გახსნა, ხო, მე პირადად ჩემს მორალურ ვალდებულებად მივიჩნევ, რომ ასე დავიწყო ხოლმე თითოეული ეთერი, იმიტომ რომ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ამ ქვეყანაში. როდესაც ადამიანის სიცოცხლე თქვენ სწორად აღნიშნეთ შესავალში არ წარმოადგენს იმდენად მთავარს სახელმწიფოში, რომ ის ყველაფერს გადაწონის. აი იქ უკვე პრობლემაა. როდესაც რეჟიმისთვის ამ შემთხვევაში ადამიანის და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იზომება რაოდენობით, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა დალპა, ხო, დანიის სამეფოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის არც ქართულ ოცნებაში არ სურს ვინმეს გარდაცვალება, ხო, ბავშვის გარდაცვალება ესეთი მონსტრი შეიძლება არავინ იყოს, მაგრამ მაშინ როდესაც არსებობს საშუალება, შეიძლება ცალკე აღებული ეს არ არის იაფი, მაგრამ ჯერ ერთი სახელმწიფო შეკვეთა თუ კი გაკეთდება, იქ სულ სხვა ფასებია ამ წამალზეც რაც არსებობს, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სახელმწიფოსთვის ეს არ წარმოადგენს არანაირად ისეთ თანხას, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რაში იხარჯება ეს ფული, როგორ არამიზნობრივად, როგორ კორუფციული სქემებით და ასე შემდეგ, რა ვიცი, ხალხის ძალისთვის რო ქმნიან ფრაქციებს და 5 მილიონი რო უჯდება ეს წელიწადში ბიუჯეტს და პოლიციის დღის აღნიშვნაში და რა ვიცი, თეატრის განათებებში ამდენი თანხა რომ იხარჯება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს ეს შეუძლია. უმეტეს, როდესაც 100-მდე ბავშვზე არის საუბარი. მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი არის ის დამოკიდებულება, რომელიც აქვთ პოლიციის კორდონით გაყოფილი ეთოში მყოფი ბავშვებისგან. რაღაცნაირი ხაზია, ძალიან საოცარი სანახავია ეს პოლიციელები ცდებიან იმაზე, რომ ეტლიანმა ბავშვებმა, ესე იგი, არ შეაღწიონ კანცელარიის შენობაში. ამაზე მეტი სურათი, თვალხილული, რა შეიძლება ეს? ხო, ანუ პარალონები არ შეატანინეს, მოსაცმელები არ შეატანინეს, ცივა გარეთ და ღამე ათენებენ ეს ადამიანები. მე ამ აქციაზე ვიმყოფებოდი ახლა, როდესაც ერთ-ერთი მშობელი ცუდად შეიქნა, ეს ადამიანი თურმე რაღაც ორი ღამე აქვს გათენებული, ბუნებრივია, რომ ეხლა რამხელა სტრესია ისედაც და ფიზიკური დატვირთვა, ანუ ეს და ბავშვებს წდებიან, ეს მშობლები, დედები, აი აღწერა ამ ადამიანმა, გარეთ ათენებენ შვილს ისედაც არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ძალიან ემოციურია, რომ შვილს, რომელსაც იცი, რომ ძალიან რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ტოვებს სახლში და მინდიხარ აქციაზე, სადაც შენი სახელმწიფო არ გაძლევს კარვის გაშლის უფლებას, რომ შენც არ შეგექმნას ჯანმრთელობის პრობლემები, ისე რომ გააპროტესტო. ხო, ჩვენ დიდი სამბით ვიხილეთ ის პერფორმანსი თავის დროზე მესერი რომ მოხსნეს კანცელარიას, ვითომ რომ იქ არაფერი არ უნდა ყოფილიყო. ესეთი ღია არის თურმე ქართული ოცნების მთავრობა. და ხედავთ იქ ხელოვნური ბარიერები როგორ შექმნეს, გამწვანება განაცუდია, მაგრამ რეალურად იქ რაც ხდება და პოლიციის კორდონი რო არის ახლა მესერის ფუნქციის შემსრულებელი, აი ეს არის პრობლემა, როდესაც იძახიან, რომ თურმე აი რაღაცა გვერდითი ეფექტები აქვს მედიკამენტებს, მე ექიმი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჯერ ერთი რამდენადაც მე ვიცი, ყველა მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს რაღაც გვერდითი ეფექტი, მაგრამ უფრო უკეთესი და სხვა გზა არ არსებობს და ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს ისევე როგორც მოხდა, ხო, ცოტა ხნის წინ და ამ მშობლებისთვის დიახ, გარდაიცვალა. მე ახლა შეიძლება ემოციური ფონის ქვეშ ვარ, იმიტომ რომ მართლა მძიმე საყურებელი. ერთი მხრივ უყურებ იქ ბავშვებს, ვინც არიან საოცარი სილაღით, თვალებში, უფლებით ამის. ამის უფლები, ეს ხო ფუნდამენტური უფლებაა და ამ ბავშვებსაც უნდა სიცოცხლე, მე ცოტა ხნის წინ გავეცანი ერთ-ერთი ბავშვის ის იყო რაღაც წერილი იყო მე მგონი, რომელიც ამბობდა, რომ მეო ჩემთვის უკვე აღარ მინდაო, ჩემთვის დაგვიანებული ვარ და სხვებისთვის იქნება ეს წამალი იშოვოთ. ძალიან ძნელი ადამიანურად ამისი გაძლება და მით უმეტეს გახჩობს ბრაზი, როდესაც ხედავ, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან მშობლები და ასეთ ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები ქართული ოცნების და შემდეგ დავალებებს აძლევენ პოლიციელებს, რომლებიც ამას აღასრულებენ. მე დარწმუნებული ვარ, მათაც არ უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ არ ყოფნის თავის თავში იმის ძალა, რომ ასეთი რაღაც არ გააკეთონ ღირსების შემლახავი, სიცოცხლის უფლებას რომ საერთოდ ეს კიდევ მეორე ფუნდამენტურ უფლებას რომ საფრთხე ექმნება, ამაზე საერთოდ აღარაფერს ვსაუბრობ და მე ვფიქრობ, რომ ბოდიში დავასრულებ, აი
ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ, აკონდროპლაზიის სინდრომი 3 წლის წინ გვახსოვს, იქაც ესეც იშვიათი დაავადება იყო და ბევრმა იქიდან გაიგო, როდესაც ეს ამ ადამიანებმა მშობლებმა ამოიღეს ხმა. დარწმუნებული ვარ, დიუშენის სინდრომის შესახებაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა სწორედ ამის შემდეგ გაიგო, რაც მშობლებმა ხმა ამოიღეს. უამრავია სხვა ასეთი პრობლემა ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი აქტიურობა. პოლიტიკა არ არის, ან პოლიტიკისგან ვერ გავმიჯნა. პოლიტიკა რა არის? ახლა თავისი კლასიკური გაგებით არის საზოგადოებრივი და საჯარო ცხოვრების ნებისმიერი მიმართულება. შეუძლებელია პოლიტიკისგან კრისტალიზება მოვახდინოთ რაღაცა საკითხების. ახლა პარტიული პოლიტიკა შეიძლება სხვა რაღაცაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ყურადღება მიეპყრობა ასეთი ტიპის საკითხებს და შესაბამისად რამდენიმე ადამიანის და ოჯახის წევრების მიერ დაწყებულ აი ამ პროცესს ყველა როგორც მოქალაქე უნდა დაუდგეს გვერდში. მე როგორც მოქალაქე ვიყავი იქ და თუ როგორც პოლიტიკოსის იქ ყოფნა კიდევ რაღაცა უფრო მეტ რეზონანსს მისცემს, თუნდაც მცირედით მაინც ვფიქრობ, რომ ეს ის ელემენტარულია, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ ამ ადამიანების დასახმარებლად. კი ბატონო, და რაზე არის ახლა სამთავრობო ყურადღება, რეჟიმის ყურადღება გადატანილი? გვეუბნება, რომ ეს კი არ არის პრობლემა. აი პრობლემა არის თურმე ძალოვანი მინისტრების კოორდინაცია ყოფილა ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა, რომ ვერ კოორდინირებენ. ესე იგი, ერთი სამინისტრო მეორეს ვერ ელაპარაკებენ. და საჭიროა კოორდინატორი, ანუ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ამ თანამდებობით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამათ მუშაობას. ძალოვანი სამინისტროს. ასე გავიგე მე ყოველ შემთხვევაში ბატონი მამუკა მდინარაძის სუსის ყოფილი უფროსის ახალი პორტფელი, რომელსაც აპარატიც არ ეყოლება, მაგრამ მინისტრი იქნება. აი ეს არის ესე იგი ქვეყანაში მთავარი პრობლემა. ხო შორის მამუკა მდინარაძეს ჰქონდა ეთერი, სადაც თქვა, რომ ესე იგი მის ერთ-ერთ თავარ მიღწევად გაზრდილ მოსმენებს ასახელებდა, რომ ესეც პრობლემაა ამ ქვეყანაში. ერთი ბავშვი სიცოცხლის გადარჩენაზე საუბრობს, მაგრამ მშობელი 100-მდე ბავშვია ასეთი სულ საქართველოში და მიღწევად სახელმწიფო გვასაღებს არის, რომ მოსმენები გაძლიერდა ამ ქვეყანაში, გაიზარდა ამ ქვეყანაში. ახლა თურმე გაცილებით მეტ ადამიანს უსმენენ და ეს არის ესე იგი მიღწევა და ასევე ის, რომ ეს სამინისტროები იქნებიან კოორდინაციაში. სამინისტროები რა და ყველა სამინისტრო ამ ქვეყანაში დღეს არის პოლიტიზირებული და გაგავებული მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების და ასეთი იცით რომ დიდია რიცხვი და უკვე უვიწროვდებათ სივრცე ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამ ნაწილში. აი ამ საკითხებზე ფოკუსირდება თუ კრიტიკული ადამიანი იმის წინააღმდეგ უნდა გამოიყენო ყველა სახელმწიფო უწყება და ამის კოორდინატორი მინისტრი გვეყოლება ახლა სახელმწიფო მინისტრი. ამ ხელა გრძელი შესავალით რატო გავაკეთე? აბსურდულია ეს ყველაფერი, რასაც გვეუბნებიან რომ არის მთავარი საკითხი ამ სახელმწიფოში. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა კანონშიც ჩაიწერება, რომ მამუკა მდინარაძეს რაღაც უნდა მოვუფიქროთ. სახელმწიფო მინისტრები ჩვენი ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკაში არის რაღაც ერთგვარი უპორტფელო მინისტრი და ახლა რაღაც პროპორტფელი მოუგონეს მამუკა მდინარაძეს. რომელიც იქნება ადამიანისთვის და არა პირიქით. ჯერ სამინისტრო კი არ იქნება, არამედ ადამიანისთვის იგონებენ რაღაც სამინისტრო. ეს უკვე სიმპტომი არის, ხო, რაღაცა ამ ჩამპალის სისტემის, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად, რომ მამუკა მდინარაძეს, რომელსაც ახლა აღარ აქვს შანსი, რომ პარლამენტში უკან შეაღწიოს, საიდანაც მას ჰქონდა ტრიბუნა, რომ ენთხია მთელი ეს ბოღმა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი იყო ქართული ოცნების, ეს პატარა უბრალოდ ახალი სპიკერები, ვინც არიან ქართული ოცნების, ისინი ვეღარ ასრულებენ იმ ფუნქციას, რომელიც ჰქონდა და იმ სიმძიმეს, რომელიც ჰქონდა ამ სიბინძურეში მამუკა მდინარაძეს და ახლა თავისუფალ ცურვაში ბუნებრივია ვერ დატოვებდნენ და მოდი ახლა მთავრობის წევრი უნდა გახდეს, იმიტომ რომ სუსი უფროსობიდან იყო განეიტრალებული, ასე ვთქვათ, საჯარო განცხადებებში, მაგრამ სიბინძურეს ის მაინც ემსახურებოდა, ბუნებრივია, დაძდევდა ადამიანების პირად ცხოვრებას და ყველაფერს იმას აკეთებდა, რასაც აკეთებს სუსი ქართული ოცნების პირობებში, ხო? ყველაზე დიდ ახლა იმ გროტესკზე საერთოდ აღარ ვისაუბრებ, ის პირამიდა, რომელიც მან გაიარა გენერალ-მაიორობამდე, ლეიტენანტობიდან
იანვარიდან და დღეში თითო წოდებას რო ანიჭებდნენ დეკემბერში, არა მარტო ახლა. ამას თავი დავანებოთ. მე გვეუბნებიან რომ აი ამდენ რაღაცას მიაღწიაო სუსიო როგორ გაუმჯობესდა თურმე სუსის მუშაობა თვითონვე ეძახის ეს კაცო რომ მოსმენები გაიზარდაო. მოსმენები შედეგი კი არ გაიზარდაო, ის კი არ გამოვამჟღავნეთ თუ რაღაცა ტრანსნაციონალური დანაშაულები ან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რაღაცა საფრთხის შემქმნელი საკითხები კი არ გავანეიტრალეთო, არამედ მოსმენები გაიზარდაო და ეს მოსმენები რასაც ნიშნავს, მე რომ ისმენენ, თქვენ რო გისმენენ და მასობრივი მიყურადება რო არის და ადამიანის უფლებათა დარღვევა რო არის, რაც აღინიშნება არაერთ საერთაშორისო შეფასებაში, ეს თითქოს არაფერი ყოფილა. ანუ თითქოს ამოწურა მამუკა მდინარაძემ თავის სუსში და ახლა სჭირდება კოორდინაცია ძალოვან უწყებებს. ეს სრული აბსურდი, ამაზე ბევრი არც უნდა ვისაუბროთ, ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული სახელი და გვარი. მამუკა მდინარაძე სჭირდებოდათ ახლა მთავრობაში, ოღონდ აქ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იყო მთავარი მიზეზი და მარტო სპიკერობა. ბუნებრივია ივანიშვილი, ოდესაც თავის ცვლებს აკეთებს, მას რამდენიმე მიზნის მიღწევა სურს ხოლმე. მე არ ვიცი ახლა ეს რას ნიშნავდა რაიმე ძალის კონცენტრაციიდან საფრთხე დაინახა აქ და იმის განეიტრალებას სადა თუ რა, ივანიშვილს სხვა მეთოდებიც აქვს არსენალში, ხო? შეიძლება როგორც მისი წინამორბედი ერთ-ერთი ანუ ოხანაშვილს არ გულისხმობ, ციხის გზას გაუყენოს, მაგრამ ეს ივანიშვილის მეთოდებია, ეს მაფიოზური მეთოდები არის 90-იანი წლების რუსეთის, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ჩემი აზრით ამას არ აქვს. საქართველოს მოსახლეობისთვის მით უმეტეს არ აქვს, იმიტომ რომ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს ყოველთვის იღებს თავად ივანიშვილი, მით უმეტეს ძალოვან უწყებებს, როდესაც ეხება საქმე. ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს ისეც როგორიც ევროკავშირის ელჩის დაბარება იღებს თუ არა ივანიშვილი და ეს არის მართლაც პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა ჩვენ ვნახეთ ახსნა-განმარტებისთვის დაბარებული ევროკავშირის ელჩი. ახსნა-განმარტებისთვის დაბარებული ევროკავშირის ელჩი, მანამდე გვახსოვს ახსნა-განმარტებისთვის დაბარებული ბრიტანეთის ელჩი, იმედისა და პოზიტივის დასანქცირების გამო ძალიან მაინტერესებს თქვენი ტელევიზია რომ დაესანქცირებინა რომელიმე სახელმწიფოს ან მათი კონტროლს მიღმა არსებული მედია საშუალება რომ დაესანქცირებინა თუ დაიბარებდნენ იმ ქვეყნის ელჩს. თავადვე შეაგებებდნენ. რა თქმა უნდა, ესე იგი თავადვე აღიარეს პირდაპირ რომ იმედი და პოზიტივი რა თქმა უნდა ამას აღიარება რომ ეს არის მათი რაღაცა PR დეპარტამენტი. კარგი, ამას თავი დავანებოთ. მანამდე მაკა ბოჭორიშვილს არ დაუბარებია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ირანის ელჩი, რომელმაც პირდაპირ თქვა პრაქტიკულად თავის Facebook პოსტში, რომ დაიბომბებაო საქართველო, დაემუქრა ქვეყანას. მუქარის ელემენტები იყო, ხო? ანუ რას ნიშნავდა? ამას ნიშნავდა პირდაპირ შეიძლება ამ სიტყვებით არა, მაგრამ არაორაზროვნად ეს იკითხებოდა. არანაირი საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნიათ. მე შემდეგ თვითონ იმ ადამიანის, იმ ელჩის მოთხოვნით შეხვდა მას და კიდევ თავსლაფი დაისხა, გამოვიდა ის ელჩი და თქვა, რომ ეკონომიკურ შინაარსის საუბარი გქონდაო. მანამდე პეტერ ფიშერზე და სხვა ელჩებზე გვახსოვს როგორი იერიშები მიმდინარეობდა და დაიბარეს იმასთან დაკავშირებით, ილიაუნისთან დაკავშირებულ გამონათქვამებზე, ხო? უნგრეთის საელჩოში აღმოჩნდა, რომ 4 წელი თურმე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუში მუშაობდა, უნგრეთის საელჩოს თანამშრომელი, საერთოდ მოჰკითხეს უნგრეთის საელჩოს, ვინ იყო, იცოდ, რამდენად ინფორმირებულები იყვნენ ასე. აი ესე ორთქლდება ინფორმაცია და ეს არის სწორედ ის მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მე შემდეგ გამოდის და მარტაკოსთან ერთ სივრცეში აღმოჩნდა და დიდის ამბით ცდილობს რომ ეს რამე წარმოადგინოს. რა თქვა პაվել ჰერჩინსკიმ? პაվել ჰერჩინსკი ისევე როგორც ნებისმიერი ელჩი არასოდეს არ შეაფასებს საქართველოს ხელისუფლებას, კარგია თუ ცუდი, რაღაც მემარცხენე იდეოლოგია აქვს თუ მემარჯვენე. თუ ის გადადის ზღვარს, როგორც გადავიდა ქართული ოცნება, თუ დემოკრატიულ საწყისებს მოსპობს, არჩევნებს მიიტაცებს, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს ციხეში გაუშვებს, პარტიების აკრძალვას აპირებს, მედიას შეზღუდავს, არასამთავრობო სექტორს მიიყვანს პრაქტიკულად განადგურების პირას, ამ დრაკონულ კანონმდებლობას თან აღასრულებს და თან დღედაღამე მათ გინებაში არიან. აი ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ადეკვატური შეფასება, რომ ავტოკრატიის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება. არაფერი განსხვავებული არ უთქვამს, რაც არ უთქვამს ევროკავშირის სტრუქტურებს, მინისტერიალს, ევროპარლამენტს თავისი რეზოლუციებით თუ ასე შემდეგ, ხო? ევროსაბჭოს თუ ევროკავშირის დონეზე. ამის გამო იბარებენ ელჩს და რაღაცის ეს არის ის ბაქი-ბუქი, რომელიც ალბათ უნდათ ისევ პროპაგანდის სახით შეასაღონ თავის ამომრჩეველს, რომ აი ორფეხზე უნდა იდგნენ მყარად, მაგრამ მე მგონი, რომ ამის დამჯერებელი საქართველოში ბევრი ადამიანი აღარ არის უკვე.